გამარჯობა. მოდი ვისაუბროთ დისპეპსიაზე. დისპეპსია არის სიტყვასიტყვით რო გადავთარგმნოთ მოუნელებლობა. ანუ სხვადასხვა ტიპის სიმპტომი, რომელსაც პაციენტი აღწერს როგორც წესი კვებიდან მალევე, ან კვების პროცესში, ან კვების შემდგომ. დისპეპსია არის ქოლგა ტერმინი ერთგვარი, რომელიც აერთიანებს სხვა ტიპის სიმპტომებს. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს მაგალითად ადრეული სისავსის შეგრძნება, ანუ კვების დროს ნაადრევად დანაყრების შეგრძნება. კვების მერე ძალიან უსიამოვნო სიმძიმის შეგრძნება, თითქოს რაღაცა მძიმე ლოდი ვითადევს ადამიანს მუცლის ზედა ნაწილში. ასევე წვისა და ტკივილის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში. საუბარი გვაქვს მკერდის ძვლის ქვემოთ ტერიტორიაზე, ნეკნებს შორის სივრცეზე, რომელსაც სამედიცინო ენაზე ეპიგასტრიუმს უწოდებთ. შეიძლება ეს ტერმინიც გეცნობათ სხვადასხვა სამედიცინო დოკუმენტებიდან, თუ სამედიცინო რაღაცა წიგნებიდან, თუ ვიდეოებიდან. დისპეპსიურ ჩივილებს ასევე შეიძლება მიაკუთვნებოდეს მუცლის შეფერილობა, განსაკუთრებით გამოხატული მუცლის ზედა ნაწილში, ჭამიდან მალევე. ამოქაროება ხშირი, ჭამიდან მალევე. გულისრევა, იშვიათად ღებინების ეპიზოდებით. დისპეპსია არის, როგორც ხედავთ, ქოლგა ტერმინი, რომელიც ამიტომ აერთიანებს ამ სხვა ტიპის ჩივილებს. სანამ დისპეპსიის გამოწვევ მიზეზებზე, ჩივილების წარმოქმნის გზებზე გადავთ, აქვე აღნიშნავ ერთ რამეს, რომ გულძმარვა და სხვა ნაწლავის მოხდენება სხვა რაღაცეებიც შეიძლება ახლდეს პაციენტს, რომელსაც აქვს დისპეპსიური ჩივილები, თუმცა თუ გულძმარვა, ანუ წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან არის ძალიან პრომინენტული და დომინანტი სიმპტომი, მაშინ ის შეიძლება მიუთითებდეს სულ სხვა დაავადებას, ვიდრე დისპეპსიის გამოწვევი დაავადებებია. გასტროეზოფაგურ რეფლუქს, ანუ კუჭის შიგთავსის ზემოთ საყლაპავში ამოსვლას და მისით გამოწვეულ პრობლემებს. ამას სხვანაირი მიდგომა და სხვა ყურადღების მიქცევა შეიძლება ჭირდებოდეს. ასე რომ თქვენც კარგად დაუკვირდით და ექიმიც კარგად უნდა დაუკვირდეს, რომ გამიჯნოს დისპეპსია რა არის, გულძმარვა რა არის, რომელი ჩივილია დომინანტი, რომელი არის თანხლები და ამის მიხედვით ააგოს თქვენი პრობლემების მართვის გეგმა. საინტერესოა, რამდენად გავრცელებულ პრობლემასთან გვაქვს საუბარი. რა პრობლემაზე გვაქვს საუბარი. დისპეპსია არის ძალიან გავრცელებული პრობლემა. ოდნავ გავრცელებული არის ძალიან გავრცელებული. სხვა კვლევის მიხედვით ზოგად პოპულაციაში, რაიმე გასტროპაციენტებში კი არა, ზოგად ჯანმრთელ ადამიანებში 10-დან 40% იყო დისპეპსიური ჩივილების, მოუნელებლობაზე ჩივილების გავრცელება. 10-დან 40%-მდე ძალიან დიდ რიცხვებზეა საუბარი. როდესაც დისპეპსიის დეფინიციის კრიტერიუმები იყო ძალიან მკაცრი, მაშინ ის კვლევები აჩვენებდა, რომ სავალსასე საშუალოდ 10-15%-ის ფარგლებში იყო დისპეპსიის გავრცელება ზოგად პოპულაციაში. ძალიან მკაცრია ის ზემოთ ხო აღნიშნეთ, რომ ზოგჯერ გულძმარვა შეიძლება მიეთვალათ დისპეპსიისთვის, არა და გულძმარვას სხვა რაღაცას მიუთითებდეს სინამდვილეში. ასე რომ, ძალიან დაწურულად როცა უყურებდნენ მეცნიერები, ხო, ნახულობდნენ, რომ 15%-მდე მაინც ითვლიდნენ დისპეპსიური ჩივილების გავრცელებას ზოგად პოპულაციაში, რაც ძალიან დიდი ზოგად პოპულაციაზე გვაქვს საუბარი. ანუ ქუჩაში რო ვიღაც 100 კაცი გავაჭერო 15 შეიძლება უპოვოთ, რომ ცხოვრების რაღაცა ეტაპზე დისპეპსიურ ჩივილებს შეუწუხებია. ასე რომ აუცილებლად გაიფიქრეთ ეს, რომ რაიმე იშვიათობა თქვენ თავს არ ხდება და ეს უკვე მოგეხმარებათ ჩივილების გაკონტროლებაში და მისით გამოწვეული შფოთვის დაწყნარებაში. ახლა საინტერესოა რა იწვევს, რა მიზეზები აქვს ამ ასე ძალიან გავრცელებულ სამედიცინო პრობლემას, ხო? იმიტომ რომ, ზოგადი მოსახლეობის 15-20%-ზე თუ გვაქვს საუბარი, საინტერესოა ნეტა რა არის ასეთ მიზეზები, იქნებ რაიმე ძალიან ხშირი მიზეზები იყოს, რაიმე იშვიათი არ გამოიყაროს და ასე შემდეგ. სანამ მიზეზებზე საუბრისას მინდა რომ დისპეპსიური ჩივილები დავყოთ ორ დიდ ჯგუფად. ერთი ჯგუფი იყოს ორგანული დისპეპსია, მეორე ჯგუფი იყოს ფუნქციური დისპეპსია. ვეცდები რომ თითოეული მათგანი ახლა აგიხსნათ. ორგანული დისპეპსია გახლავთ მოუნელებლობის ჩივილები გამოწვეული რაიმე იდენტიფიცირებადი თვალით ხილული მიზეზით, აგენტით. მათ მიეკუთვნებათ მაგალითად ჰელიკობაქტერიული ინფექცია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ბაქტერიული ინფექცია ადამიანებში. მაგალითად, ტკივილ-გამოყუჩებელი ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მსგვერდითი მოვლენები. ისინი იწვევენ ძალიან ხშირად დისპეპსიურ ჩივილებს. მაგალითად, ნაღლოვანი გასტრიტი, რომლის ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს ქოლეცექტომია ან დარღვეული კვება, ან ნაღლის ბუშტობა ან დარღვეული კვება. და ამის მიღმა კიდევ არის იშვიათი მიზეზები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ დისპეპსიური ჩივილები. როდესაც ორგანულ დისპეპსიაზე ვლაპარაკობთ, აი ეს ხშირ მიზეზებზე როცა გვეფიქრება, უნდა ვიცოდეთ, რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ კუჭის ლორწოვანი გარსის, ანუ კუჭის ამომფენის, ან ზედაპირის სხვა ტიპის პრობლემები. ან შეწითლებული კერები გამოიწვიონ მასში.
რასაც უწოდებთ ჰიპერემიას სამედიცინო ენაზე. ან პატარა ნახეთქები გამოიწვიონ, რასაც უწოდებთ ეროზიებს. ან დიდი ნახეთქები გამოიწვიონ, რასაც უწოდებთ წყლულებს. ასე რომ ეს ჩამოთვლილი მიზეზები და კიდევ სხვა მიზეზები ხა ბევრი რამე იწვევს დისპეპსიურ ჩივილებს, მაგრამ ყველაზე ხშირი და ხშირად შემხვედრია ყოველდღიურობაში სავარაუდოდ რომ ამ ვიდეოს მაყურებელსაც შეიძლება კონდეს ისეთები გამოვყავია ხა. ამათ აქვთ პოტენცია რომ კუჭის ლორწოვან გარსში გამოიწვიონ თვალით ხილული ცვლილებები და შესაბამისად გამოიწვიონ პაციენტის ჩივილები. თუმცა მათზე უფრო ხშირი დისპეპსიური ჩივილების გამომწვევი მიზეზებიდან არის ფუნქციური დისპეპსია. ფუნქციური დისპეპსია გახლავთ, როდესაც მოუნელებლობის ჩივილებს იწვევს არა რაიმე იდენტიფიცირებადი პრობლემა, არამედ კუჭის და ზედამომნელებელი სისტემის ნერვული სისტემის პრობლემები. ამის მექანიზმების ახსნასაც ვეცდებით ზოგადად ზედაპირულად, თუმცა ჯერ სანამ მექანიზმების ახსნაზე გადავიდოდეთ, გახსოვდეთ, რომ კუჭის წვა, კუჭის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება კვების მერე, ადრეული სისავსის შეგრძნება, ეს ყველაფერი მხოლოდ კუჭის ხილული დაზიანებით კი არ არის შესაძლებელი, რომ იქნას გამოწვეული, არამედ კუჭის სხვადასხვა უხილავი პრობლემებით. გასტროენტეროლოგია ამ კუთხით ცოტათი უცნაური და ჩემთვის ძალიან საინტერესო, მაგიტომაც სფეროა. ამიტომ არ გამოგვეპაროს ეს მიზეზები, არ გამოგვეპაროს კი არა ფუნქციური დისპეპსია იქნება და ფუნქციური დისპეპსია რო არის, აი ყველაზე ხშირი მიზეზი დისპეპსიური ჩივილებისა, იდეაში ეს გახლავთ უფრო მეტად ამ ვიდეოს ჩაწერის მთავარი мотивация, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხების სწორად შეხედვა პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს დაეხმარება. საინტერესოა ახსნათ, რატომ შეიძლება პაციენტს დაემართოს, რატომ შეიძლება პაციენტს გაუჩნდეს ჩივილები, თუ მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები პათოლოგიას არ მიუთითებენ, ხო? შეიძლება ვინმე იმფიქროს, რომ პაციენტს ჩივილები ეშვენება, იტყუება, აბუქებს. აი აქ გაუსვათ, აი ძალიან მყარი, ასე ვთქვათ, ხაზი ამ თემას, რომ ეს ჩივილები ძალიან რეალისტურია. ეს ჩივილები რეალურად წარმოიქმნება. ანუ თუ თქვენ გაქვთ მოუნელებლობის ჩივილები, მიხვედით ექიმთან, ექიმმა გამოგიკვლიათ და ტესტებმა აჩვენა კარგი პასუხები და ექიმმა გითხრათ, რომ არაფერი არ გჭირსო. ძალიან გთხოვთ, ეს ნუ ჩაგაგდებთ ფრუსტრაციაში, ნუ გამოიწვევს თქვენ იმედგაცრუებას, ნუ გაუბრაზდებით ამ ექიმს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ეს ექიმი ვერ ერკვევა ნეიროგასტროენტეროლოგიურ პრობლემებში, ვერ ერკვევა კუჭნაწლავის ნერვული სისტემის პრობლემებში, არ იცის როგორ მუშაობს კუჭნაწლავის ნერვული სისტემა და ამიტომაც შეიძლება პაციენტს რაღაცნაირად, რა ვიცი, აი თითქოს ისე მიიჩნევდეს, რომ დროს კარგავს ტყუილად, თითქოს მოცლია და მეტი სხვა საქმე არ აქვს რა. თითქოს ჩივილები ეჩვენება და ეს ყველაფერი მხოლოდ მის თავში ხდება. ეს ასე არ არის. თქვენ ამას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და ეს ნუ იმოქმედებს თქვენი ცხოვრების ხარისხზე, იმიტომ რომ ეს იმ ექიმის პრობლემაა, რომელმაც ნეიროგასტროენტეროლოგია, ზოგადად გასტროენტეროლოგია განვითარებული ჩვენს ქვეყანაში კარგად არ არის და დიდი ამბავი თუ ექიმმა ვინმემ არ იცის ახლა ზოგადად ნეიროგასტროენტეროლოგიური დეტალები და ნეიროგასტროენტეროლოგიურ პაციენტთან ურთიერთობის ტაქტიკა და მიდგომის წესები რა. ეს დაივიწყეთ რა. ეხლა გიხსნით, ეხლა განახებთ, რანაირად შეიძლება ჩივილები რეალურად გამომუშავდეს კუჭის ნერვული სისტემის პრობლემების გამო. თვითონ სახელიც ფუნქციური დისპეპსია მიუთითებს, რომ კუჭის ფუნქციონირებაში რაღაცა შეიცვალა. კუჭის ფუნქციონირება გამოიხატება კუჭის კუმშვადობით და კუჭის მგრძნობელობით, ანუ კუჭის მიერ რაღაცა მასში მიმდინარე პროცესების აღქმით და კუჭის შეკუმშვის ფუნქციით, მისი პერისტალტიკის ფუნქციით. ფუნქციური დისპეპსიის დროს მაგალითად კუჭმა ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება შეაფერხოს საკვების გადაადგილება, ანუ მასში მოხდეს საკვები და იმაზე უფრო ნელა გადაადგილდეს, ვიდრე ეს ნორმალურ შემთხვევებში უნდა იყოს. ასე დროს პაციენტს ექნება სიმძიმის შეგრძნება კვების შემდგომ, ძალიან შემაწუხებელი სიმძიმის შეგრძნება. მაგალითად, პაციენტ შეიძლება კუჭში საკვების მოხვედრის შემდეგ კუჭმა დაკარგოს მოდუნების, მოშვების ფუნქცია, მაშინ რომ საკვები მოხვდება, კუჭი უნდა დაიჭიმოს, მერე უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის მდგომარეობას. ეს ფუნქცია თუ დარღვეული არის, პაციენტ შეიძლება კვების დროს გაუჩნდეს ნაადრევი დანაყრების შეგრძნება. კუჭის მგრძნობელობის ფუნქცია თუ არის დარღვეული ხოლმე, მაშინ კუჭმა ისეთ ნორმალურ მოვლენებზე, როგორც არის მაგალითად რაღაცა მჟავის გამოყოფა, რომელსაც თავადვე გამოიმუშავებს, დაჭიმვა, გაფართოება, შეკუმშვა. ამ ყველაფერზე შეიძლება ჩივილებად ირეაგიროს, ანუ გრძნობელ რასაც აქამდე აიგნორებდა რა ნორმალურ პროცესებსაც, შეიძლება ეხა პათოლოგიად აღიქვას.
გვახსოვდეს, რომ ფუნქციური დისპეპსიის და ზოგადად ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემების დროს დარღვეულია ტვინის და მომნელებელი სისტემის ურთიერთობა და ამის გამო ასეთ პაციენტებში საკმაოდ გავრცელებულია მთელი წყება მენტალური პრობლემები. ვერ ვიპოვით არასწორი ამის შეხედვა, ისე კუჭმა გამოიწვია ნერვული სისტემის პრობლემა, ნერვული სისტემის პრობლემა, ერთ სისტემაზე ვსაუბრობთ, ჩათვალეთ. ერთი სპექტრია კუჭი და მომნელებელი სისტემა და ზოგადად ნერვული სისტემა. ამიტომ რატო ვახსენე ხა ეს? როდესაც ნერვული სისტემის პრობლემებიც აქვს თან პაციენტს, მაგალითად არის გაღიზიანებადობა გამოხატული, შფოთვა არის გამოხატული, დეპრესიული ნიშნები არის გამოხატული, ამან შეიძლება ჩივილების ამპლიფიკატორად იმოქმედოს, ანუ ეს ჩივილები მხოლოდ გაამრავლოს. ისედაც სენსიტიური კუჭიდან მომდინარე ჩივილები, რომლებიც ისედაც რეალისტურია, კიდევ უფრო გაასმაგოს და მისცეს მათ ისეთი ძალიან დრამატულად გამოხატული ეფექტი. ასე რომ ამ ჩივილების წარმოქმნას როგორც ხედავთ, თავისი ფიზიოლოგიური საფუძვლები აქვს. მათი ფიზიოლოგიური ჩივილების წარმოქმნის მიზეზები უნდა ვეძებოთ კუჭის შეცვლილ, ასე ვთქვათ, ნერვული სისტემის მუშაობაში. შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაფიქროთ პაციენტებს, არც პაციენტმა არ უნდა იფიქროს თვითონ, რომ ის რაღაცა გაგიჟდა, რაღაცა ჭყვიდან გადავიდა, ყველაფერი ეჩვენება, ჰალუცინაციები დაეწყო და ამავდროულად. მართლა ჭირს ჩივილები, ოღონდ ეს ჩივილები არ არის გამოხატული კუჭის ზედაპირის დაზიანებით, რაიმე სასიცოცხლო საშიში პრობლემით, რაიმე ანალიზების დარღვევებით. არამედ ეს ჩივილები გამოხატული არის კუჭის ნერვული სისტემის შეცვლილი ფუნქციონირებით. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე ხა ამ თემის. როგორც ხედავთ, გავრცელებული პრობლემა არის ძალიან, როგორც ხედავთ, ამ პრობლემის გამომწვევი უხშირესი მიზეზი სიცოცხლისთვის საშიში არ არის. და ამიტომ აქედან ლოგიკურად გამოდის დასკვნა, რომ სიტუაცია რაღაცა ზოგადი პოპულაციის 20%-ს თუ აწუხებს, ალბათ ეგრევე ექიმთან მისვლა საჭირო არ არის ყოველ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ამდენი ექიმი ხო ფიზიკურად არ არსებობს, ამდენი რესურსი და ფინანსური რესურსი მით უმეტეს ღარიბ ქვეყანაში რო ვცხოვრობთ, ფიზიკურად არ არსებობს, რომ ეხა ყოველი მოუნელებლობის ჩივილზე ადამიანი ექიმთან გავარდეს. მოდი ეხა აქ მინდა გითხრა რამდენიმე ეგრეთ წოდებული წითელი ალამი მინდა გავარჩიო შენთან ერთად, რომლის ნახვის შემთხვევაშიც გირჩევ, რომ აუცილებლად არ დააიგნორო შენი დისპეპსიური, ანუ მოუნელებლობის ჩივილები და აუცილებლად მოახერხე ექიმთან მისვლა, იმიტომ რომ ექიმმა კვლევაძიების დროს შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში, სხვადასხვა სახიფათო ორგანული დისპეპსიის გამომწვევი მიზეზი აღმოაჩინოს. წითელ ალმებს მიეკუთვნება ასაკში დაწყებული პირველად გამოვლენილი დისპეპსიური ჩივილები. მაგალითად, სადაც ასე 55-60 წლის მერე თუ გამოვლინდა პირველად მოუნელებლობის ჩივილები, რომლებიც აქამდე თქვენთვის უცხო იყო და არასდროს არ ქონიათ, ჯობია რომ ექიმთან მიხვიდეთ და გამოიკვლიოთ საფუძვლიანად. მაგალითად, თუ გაქვთ აუხსნელი უმიზეზო წონაში კლება, ჯობია რომ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, იმიტომ რომ შეიძლება სხვადასხვა ორგანული დისპეპსიის გამომწვევი პოტენციურად საშიში მიზეზი აღმოაჩინოთ. მაგალითად, თუ გაქვთ ძალიან ისეთი გახშირებული ღებინება ბოლო პერიოდში, გულისრევა, ანუ შეგრძნებას არ გულისხმობ, გულისხმობ ღებინებას და თუ გაქვთ ღებინება, განსაკუთრებით კი ღებინება შავი ყავის ნახარშის მსგავსი მასებით, ხო? მაშინ ჯობია აუცილებლად რომ ექიმთან მიხვიდეთ. არ იყოს შემთხვევით ზედამომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა. ასევე ზედამომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენას არ მეუთითებდეს შავი კუპრისფერი განავალი, რომელიც თუ შენიშნეთ, აუცილებლად ჯობია რომ ექიმთან მიხვიდეთ და არ დააიგნოროთ ეს ჩივილები გამოკვლევის საფუძვლიანი გამოკვლევის გარეშე. მაგალითად, თუ გაქვთ ანემია, ანუ ჰემოგლობინის ნაკლებობა, უბრალოდ რკინა დეფიციტური მდგომარეობა კი არა, ანემია, რომელიც სხვა მხრივ აუხსნელი მიზეზებით არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, ხილული სისხლდენის პოტენციური ნიშნები გაქვთ თუ არა, გულისხმობ შავი მასებით ღებინებას თუ შავ განავალს, უბრალოდ ჰემოგლობინი ნაკლები თუ აღმოჩნდა და ექიმი გეუბნებათ, რომ არ ვიცი რატო შეიძლება არც გინეკოლოგიური მიზეზი აქვს ამას და არც რაიმე სხვა მიზეზიო, მაშინ ჯობია რომ მიხვიდეთ ერთხელ გასტროენტეროლოგთან, რომ იმან გამოიკვლიოს შემთხვევით თქვენი დისპეპსიური ჩივილები და ანემია ერთმანეთთან რაიმე საერთო მიზეზით ხო არ არის გამოწვეული. ასევე თუ ხედავთ რომ არც ერთი ეს ჩამოთვლილი ნიშანი არ გაქვთ, მაგრამ თქვენი პირველი რიგის ნათესავებს, მშობლებს, ბებია-ბაბუას ჰქონდათ კუჭის კიბო, ჯობია რომ მაინც მიხვიდეთ ექიმთან და თუნდაც მინიმალური ჩივილები საკმაოდ საფუძვლიანად გამოიკვლიოთ, შემთხვევით არ წააწყდეს ექიმი კიბოს წინარე მდგომარეობებს, რომელიც მართვადი და თავიდან არიდებადია. მოდი, ზედმეტი შფოთვის თავიდან ასარიდებლად ძალიან ისეთ კარგ ინფორმაციას გეტყვი ახლა.
აი ეს წითელი ალმები რო ჩამოვთვალე, შეიძლება მოსმენის დროს იფიქრო, რომ აი მოუნელებლობის ჩივილი სიტუაცია სიმძიმის შეგრძნება კვების მერე და ვთქვათ ანემია თუ გაქვს, მორჩა, რაღაცა აუცილებლად სიცოცხლისთვის ასში უნდა გჭირდეს. ეს ასე არ არის. გახსოვდეს, რომ დისპეპსიური ჩივილების 1%-ზე ნაკლებში წითელი ალმებით ჩივილების აქვს დაუშვათ პაციენტს, მხოლოდ 1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში შეიძლება აღმოაჩინოთ ზედა მოვნელებელი სისტემის სიმსივნეები. შეიძლება რა თქმა უნდა სიმსივნეებმა გამოიწვიონ ეს ჩივილები და სიმსივნეების დროს ჩივილებს როგორც წესი ეს წითელი ალმები ახლავს თან ხოლმე როგორც წესი რა, რომელიმე მაინც. მაგრამ ამის ალბათობა უფრო დიდ სურათს უშევხედავთ, ძალიან მცირეა და იმის ალბათობა ბევრად უფრო მაღალია, რომ შფოთვით და ნერვიულობით შენი ჩივილები მეტად გაძლიერდეს. ასე რომ მოდი ვიყოთ რაციონალურები, უბრალოდ რაც ჩამოვთვალე იმ წითელ ალმებს, მიაქცია ყურადღება, თუ ნახავ არ დაიგნორო და მიდი ექიმთან, მაგრამ თუ მათ ვერ ნახავ, ცოტა მოგვიანებით გეტყვი, აი რა შეიძლება მოიმოქმედოს, სანამ ექიმთან მივხვალ, შეიძლება მე ექიმთან მივხვალ არც გახდეს საერთოდ საჭირო რა. ახლა ზოგადად როდესაც YouTube-ის ვიდეოდან პაციენტისთვის კონკრეტული რჩევების მიცემას ეხება საქმე, რა თქმა უნდა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველა სიტყვა უნდა მოვზომოთ, იმიტომ რომ აქ ხო ვერ ხედავთ არა პაციენტს, ანუ წარმოდგენა არ მაქვს ვინ უყურებს ახლა ამ ვიდეოს და ისტორია კიდევ ინდივიდუალური ადამიანს ჭირდება. ეს ისტორია რომ ინდივიდუალური არ იყოს, ხო დღეში 1000 და რა ვიცი, უთვალავი რაოდენობის პაციენტის დახმარება შეუძლებდით და არა ლიმიტირებული რაოდენობის პაციენტებისას, ხო? ამიტომაც ეხლა ვეცადოთ რომ ისეთი რჩევები გავცეთ ისეთი ჯგუფის პაციენტებთან, რომელიც ვიცით რომ თუ ჩივილებს არ მოეხმარება, ყოველ შემთხვევაში დამაზიანებელი მაინც არ იქნება პაციენტებისთვის. ალბათ ახლა ლოგიკურად გავყვეთ და ვიმსჯელოთ თითოეულ მათგანზე, რამდენად ღირს მათი შესრულება მანამ სანამ ექიმთან მივხვალთ. ვეცადოთ რომ კუჭს არ მივცეთ ბევრი საქმე. ანუ ვაკონტროლოთ ჩვენი ულუფის ზომა. ულუფა არ იყოს დიდი. საბწუხაროდ დღევანდელი აი გადარბენის ტემპიდან გამომდინარე, ხშირად ადამიანებს გვაქვს არარეგულირებული კვების რეჟიმი და ვახერხებთ ხოლმე დღეში ერთხელ ან ორჯერ ჭამას. რა თქმა უნდა, დღეში ერთხელ ან ორჯერ როცა ჭამს ადამიანი, ის ულუფა მეტი შანსია რომ იყოს დიდი ზომის, იმიტომ რომ მოშივდებს მთელი დღის განმავლობაში და ერთიანად მიიღოს ის კალორიები. დიდი ზომის ულუფას რომ მივიღებთ კიდევ, თან ის დიდი ზომის ულუფა როგორც წესი ძალიან ისეთი არაჯანსაღი საკვები იქნება ხოლმე, იმიტომ რომ დღეში ერთხელ და ორჯერ ჭამი ძალიან ჭირს ხოლმე ბალანსირებული კვება. ჭირს არა, შეუძლებელია ბალანსირებული კვება. და დიდი რაოდენობით ულუფა რო ჩავა კუჭში, კუჭს დაჭირდება მეტი გაჭიმვა, საკვები დაყობს მეტ დროს კუჭში, დაჭირდება მეტი წვენის გამომუშავება, დაჭირდება მეტი ნჭღრევა ამ საკვების. ბევრი დრო დაეხარჯება კუჭს მუშაობაში. რაც უფრო ბევრი დრო დაეხარჯება კუჭს მუშაობაში, მით უფრო შემაწუხებელი შეიძლება გახდეს მონელების პროცესი. ამიტომ დღეში ორჯერ ჭამას და მით უმეტეს ერთხელ ჭამას, ჯობია რომ იგივე ულუფის ზომა თუნდაც არ შეამციროთ, მაგრამ გაყოთ ორზე სიტუაცია. ორჯერ ამ ხელას ჭამას, ჯობია 4-ჯერ ჭამოთ იმის ნახევარი ულუფ. საბოლოო ჯამში კალორიები არ დავიკლოთ, იმიტომ რომ აუცილებელი არ არის მაინც კალორიები შევემციროთ, ამდენი სჭირდებათ იმდენი ჭამეთ, ოღონდ გაანაწილეთ დღის მანძილზე. კვებასაც დაარეგულირებთ და თქვენს კუჭსაც შეარჩევთ სისტემურ ნორმალურ ტემპში მუშაობას და ზედმეტად გადაძაბვას არ მისცეთ. აი, ძალიან ადამიანებზე გადმოიტანეთ რა მაგალითი ჩაულებრად. სადრო რაღაცა მერვე სართულზე კონდეთ ასატანი 100 კილო და ერთ ჯერზე აიტანოთ მთლიანად, შეიძლება ერთი სტომარა მოიკიდოთ ზურგზე და ჩაგწყდეთ ხერხემალი და სადრო დაანაწილოთ თუნდაც რაღაცა 5 ჯერ ახვიდეთ ამ მერვე სართულზე, მაგრამ 20 კილოიანი ტომრები რო აიტანოთ. ანუ რომლის დროს უფრო მეტი შანსია რომ ქმედუნარიანი დარჩეთ და ნაკლებად დაღლილი, ხო? იგივე რაოდენობის მასალას აიტანთ, მაგრამ რა თქმა უნდა თუ დაინაწილებთ საქმეს, მეტი შანსია რომ ჩანსაღად შეინარჩუნოთ თქვენი ძალები და თქვენი ენერგია. ეცადეთ რომ მოერიდოთ ძალიან მაღალ ცხიმიან საკვებს. ძირითადად არის ეს სწრაფი კვების ობიექტების პროდუქციაში არის ძალიან მაღალ ცხიმიანი და ცუდი ცხიმებით მომზადებული საკვები. გახსოვდეთ რომ ცხიმს ზოგადად ბუნებრივად უფრო მეტი დრო სჭირდება კუჭში დაყოვნებისთვის. ამიტომაც ვგრძნობთ რაღაცა ბურგერის ჭამის მერე სიმძიმის შეგრძნებას კვებიდან კარგახანი შეიძლება გაგვყოს ხოლმე რა. იმიტომ რომ ცხიმს ისედაც ბევრი ხანი ჭირდება კუჭში დასაყოვნებლად და თან თუ ძალიან ისეთი უხარისხო ცხიმითაა გაკეთებული და n რაოდენობით ცხიმს შეიცავს საკვები, დიდი ალბათობით ეს მოუნელებლობის პრობლემებს გაგიჩენთ და ამ შეგრძნებებს გამოიწვევს. ამიტომაც ეცადეთ რომ
ნუ იქნებით რა რადიკალურები, არა აუცილებელი რომ უცხიმო, დიეტა, რაღაცა ყველაფერი მოხო უგემური საჭმელი ჭამო. ეს უარა აუცილებელი რა. აქ ხო ლაპარაკობთ ისეთ შემთხვევებზე, რომ როცა აი ჯერ ექიმთან სანამ მიხვალთ ისქნათ ახლა წითელი ალმები არა გაქვთ, ჩივილები არ არის ძალიან მაღალი ინტენსივობის, არ არის საჭირო აგრესიული ჩარევა რა. უბრალოდ ცხიმიაც არის ცოტა შეამციროთ. თუ იმაზე რა ქვია, სწრაფი კვების ობიექტებზე საერთოდ უარი თქვა. შეიძლებადია ეს, არ არის რაღაც შეუძლებელი ამოცანა, ხო? სახში თუ ამზადებთ საჭმელს, სახში ვეცადოთ, რომ ცხიმის დამზოგველი მეთოდებით მოვამზადოთ საკვები. არ იყოს უცხიმო, არ იყოს რაღაცა კატასტროფული შემზღუდველი დიეტები, მაგრამ უბრალოდ შეამცირეთ რა, მაღალცხიმიანი საკვების მოხმარება. ალკოჰოლთან და სიგარეტთან ბრძოლა დაიწყეთ. ალკოჰოლის შემცირება მნიშვნელოვნად დისპეპსიური ჩივილების დროს ძალიანაც აზრიანია, იმიტომ რომ ალკოჰოლია ერთ-ერთი მიზეზი კუჭის, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი კუჭის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ტიპის დაზიანებებისა, მაგალითად ეროზიების გაჩენისა, წყლულებისაც კი შეწითლებული ჰიპერემიული უბნების გაჩენისა და ასე შემდეგ. და შესაბამისად ჩივილების გამოწვევისა. ამიტომ ალკოჰოლს თუ ბევრს ვსვამთ, ესე იგი კვებაც არარეგულირებული იქნება და ჯობია რომ სანამ ექიმთან მივალთ, ალკოჰოლის შემცირება დავიწყოთ, ხო, ამაში ხო არ ღირს დროის და ფულის დახარჯვა ექიმთან. ჯობია რომ სახში აი რაც უცებ შეგვიძლია გავაკეთოთ, ეგ არის, რომ რაღაცა კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ თუ გიწევთ საშუალოზე დიდი რაოდენობით სმა, აი მოდი კონკრეტულად ვთქვათ რა, თვეში 1-2 დალევაზე ჩამოიყვანეთ მაქსიმუმ. თუ კიდევ ახლა სხვა ისეთი პრობლემები გაქვთ, რომლითაც მაიგეც არ შეიძლება, ამას არ გულისხმობ. გულისხმობ სხვა პრობლემები რო არა აქვს გამოხატული ისეთ ადამიანს. რაღაცა კვირაში 3 სმა და 2 სმა დაიყვანეთ თვეში 1 სმამდე. და ისე ზომიერების ფარგლებში რა. და დააკვირდით უბრალოდ თქვენ ჩივილებს, მასე ვერ იქნება რომ ალკოჰოლი დავლიე კარგად არ დავლიე ცოტა რა. ცოტა დიდი სურათი გჭირდება დასაკვირვებლად. აბა რო შეამცირებთ ალკოჰოლს, მერე ნახავთ ერთი ჩივილები როგორ გაუმჯობესდება. სიგარეტის შემცირებაზე, ჯობია რომ სიგარეტს საერთოდ შევწყვიტოთ, ხა იმ შემცირება მე არ მჯერა სიგარეტის შემცირების ტაქტიკის არჩევს, ყოველთვის დროებითია. მანდ უნდა იყოთ ცოტა მეტად რადიკალურები და ეს სიტუაცია გამოიყენეთ სამოტივაციოდ რა სიგარეტთან ბრძოლის დასაწყებად. იმიტომ რომ სიგარეტი იწვევს კუჭისვენის მეტ სეკრეციას, საღლაპავის სფინქტერის უფრო მეტად მოდუნებას და იდეალურ გარემოს ქმნის დისპეპსიური და რეფლუქსური ჩივილების გამოვლენისთვის. ამაზე როცა რეფლუქსები ვლაპარაკებთ, მაშინაც მოყვები კიდევ ორი სიტყვით. ამიტომ ალკოჰოლის მნიშვნელოვნად შემცირება და სიგარეტის საერთოდ ამოღებისთვის იდეალური დრო იქნება დისპეპსიური ჩივილების გაჩენა, სანამ ექიმთან მივხვალთ და დაიწყებთ სხვადასხვა მომქანცველ კვლევებსა თუ მკურნალობას. იგივენაირად ვერ ვიტყოდით შემდეგ ორ პროდუქტზე რა, რომელსაც ახლა ვახსენებ. ცხარე საკვებზე და პლუს ამას კოფეინზე. ცხარე და კოფეინი არ უნდა გავიყვანოთ არავითარ შემთხვევაში იგივე ციკლში, როგორაც ვახსენეთ ალკოჰოლი და სიგარეტი. ცხარე და კოფეინი არ არის ჯანმრთელობისთვის ასე ობიექტურად მკვეთრად დამაზიანებელი პროდუქტები. ამიტომ მათი ამოღების დროს ცოტათი სიფრთხილე გამოიჩინეთ. დააკვირდით თქვენ თვითონ თქვენ თავს. თუ თქვენი მოუნელებლობის ჩივილები დაიჭირეთ, რომ პირდაპირ გამოწვეული არის ან კოფეინის მიღებით, ან ცხარე პროდუქტების მიღებით, მაშინ ღირს მათი შემცირება ან საერთოდ ამოღება. მაგრამ თუ დააკვირდით და ნახეთ, რომ მათ ამოღებას არაფერი ბენეფიტი არ მიუწია და არადა ძალიან გიყვართ ეს პროდუქტები და თქვენი ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენს, მაშინ ტყუილად არ ღირს მათი მიღებისგან თავშეკავება. იმიტომ რომ არ არის ეს ობიექტურად ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტები, მით უმეტეს ზომიერების ფარგლებში, როდესაც მოიხმარს ადამიანი. ყურადღება მინდა გავამახვილო ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლების გამოყენებაზე. ხშირად ადამიანები, რომლებსაც მით უმეტეს ცხოვრების წესი აქვს დარღვეული, არ აქცევენ ყურადღებას თავიანთი ჰიდრატაციის დონეს, სითხეს სმას ვერ ასწრებენ დღის მანძილზე, კვებითაც არრეგულარულად იკვებებიან. ხშირად ადამიანებს, რა თქმა უნდა, შეიძლება გასტროჩივილებთან ერთად თავის ტკივილიც ჰქონდეთ ხოლმე, თავის ტკივილთან ერთად თავის ტკივილის გამო მერე სვამდნენ ზემოდან ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს და ეს კიდევ უფრო მეტი ჩივილის გამოწვევას იწვევდეს. ამიტომ აქ მოდი დავუჭიროთ ასეთი ტაქტიკა ავარჩიოთ რა. თუ თქვენ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს სვამთ ასე თქვენით რა, ასე ზოგს აქვს ჩვევა და საკმაოდ არაფერი დასაცინი და დასაძრახი არ არის, უბრალოდ გვეპარება ხოლმე ყურადღების მიღება. ნებისმიერ რაღაცა ძალიან ერთი შეხედვით მარტივი ტკივილგამაყუჩებლებსაც კი ასე თუ უაზროდ ღებულობთ, ხო? ჯობია რომ მათი მიღებისგან თავი შევიკავოთ რა. იქნება და ზემოთ ჩამოთვლილი რჩევებს რო გაითვალისწინებთ და ცხოვრების წესს რო შეცვლით, ის თავის ტკივილების გაუმჯობესდეს რა. ხოლო თუ ეს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები დანიშნულია ვინმეს მიერ, მაგალითად ნევროლოგის, მაგალითად რევმატოლოგის მიერ, რაღაცა კურსი გაქვთ დანიშნული.
არავითარ შემთხვევაში თქვენით არ შეწყვიტოთ, არ დოზა არ შეცვალოთ, უბრალოდ მისი დამნიშნული ექიმი ჩააყენეთ საქმის კურსში, რომ დაგეწყოთ კუჭის ჩივილები და რა შეიძლება მოიმოქმედოთ. კუჭის სამალი ხო არ დალიოთ, რამე უფრო სპეციფიურ შემთხვევებში გასტროენტეროლოგთან ხო არ მეხვიდეთ, სხვა კუჭის სამლები ხო არ დავლიოთ და რა უნდა ვქნათ და მხოლოდ ამის საფუძველზე გადაწყვიტოს ექიმმა თქვენთან ერთად მედიკამენტის შეცვლის ან შეწყვეტის ან დოზის შემცირების საკითხი. ისინი თუ დანიშნული ხო არ იქნება ტყუილად არა და ამიტომ თვითნებურად მიღებული წამლებს შეერიეთ ადვილად, მაგრამ ექიმის მიერ დანიშნული წამალი, რომელსაც ენდობით და ღებულობ და რაღაცა უფრო დიდი სიკეთისთვის არის დანიშნული, ასე თვითნებურად არ შეაჩეროთ. რა შეუთანხმეთ აუცილებლად მაგ ექიმს. არ დაწვეთ კვებიდან მალევე. ამ დროსაც უყურეთ, ეს ძალიან ეფექტური რჩევაა განსაკუთრებით ისეთ პაციენტებში, რომელსაც აი ღამის პერიოდებში აწუხებთ მუცლის შეფერილობა, რეფლუქსური ჩივილები, რომელსაც სხვა ვიდეოში ვილაპარაკებთ, დისპეპსიური ჩივილები და ასე შემდეგ. ჭამიდან მალევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლა და მით უმეტეს დაძინება გამოიწვევს ამ საკვების ძალიან დიდ ხანს გადამუშავებას თქვენს ზედა მომნელებელ სისტემაში და ეს აუცილებლად შემაწუხებელი გახდება ცხოვრების რაღაც ეტაპზე. მარტივად შესრულებადი ჩვევაა რა ესეც რა. ძილამდე 3 საათით, 4 საათით ადრე ისადილეთ, ივახშმეთ და მორჩა. იმის იქით მერე ძილთან ახლოს, ძილამდე 1 საათით ადრე, 2 საათით ადრე ჭამას არ არის საჭირო. ეცადეთ რომ ისეთი დღე მოაწყოთ, ახლა ძილთან ახლოს რო ჭამთ, ძალიან დიდი ალბათობით ხო არეულ-დარეული კვების რეჟიმი გვაქვს რა. ანუ ძილამდე 9 საათით ადრე გვიწევს ჭამა, როცა ვართ გადაბრენაზე და რაღაცა საშინელება ხდება ჩვენ თავს დღის მანძილზე, ხო? ხო და ეგეც ხო მოქმედებს ზემოთ ხო თქვით კვების დარეგულირებაზე, პორციის ზომაზე და ამ შემდეგ და წარმოიდგინეთ მაგ არეულ-დარეული კვება და ძილამდე კიდევ დიდი ულუფა და კიდევ მაღალწყიმიანი საკვები თუ იქნება, ანუ ძალიან დიდი არის კი რომ მოუნელებლობის ჩივილები გქონდეთ და სანამ ექიმთან მივალთ, ეს შევცვალოთ. აი დააკვირდით თქვენ თვითონ რომ ძილამდე 3-4 საათით ადრე ივახშმეთ და უბრალოდ დააკვირდით დროთა განმავლობაში რა დონეზე შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი მდგომარეობა. დაიწყეთ აუცილებლად თქვენივე ძალებით სტრესის მენეჯმენტი. თითქოს დეტალებს აქვს რა მნიშვნელობა რა ეხა სტრესი, ასე ძალიან უგულებელყოფილი და თან თითქოს არც უგულებელყოფილი მიზეზია ჩივილებისა. თითქოს ყველა მიცის, მაგრამ თითქოს თან არც არაფერს არც თითქოს ეს რაღაცნაირი მოცემულობაა, რომელიც არ უნდა შეიცვალოს. არა და ეს ასე არ არის რა. თქვენით დაიწყეთ სტრესთან, ახლა სანამ ფსიქიატრთან მივხვალთ და სანამ ვიწრო პროფესიონალებს ჩავრთავთ თქვენი მენტალური ჯანმრთელობის მართვაში, ჩვენივე ძალებით დავიწყოთ რა. დღეს ციფრულ ერაში ხელმისაწვდომია 1000 აპლიკაცია საინტერესო, 1000 წყარო, რომელსაც გავეცნობით, სუნთქვის ტექნიკებს ვისწავლით, რელაქსაციის ტექნიკებს ვისწავლით, სხვადასხვა mindfulness ტექნიკებს, რომელსაც გავაკეთებთ ჩვენი სრულიად უფასოდ და რაღაცა ფულის და ზედმეტი რესურსების ხარჯვის გარეშე. დავფიქრდეთ, წამი შევაჩეროთ და დავფიქრდეთ მდგომარეობაზე, რამე ისეთი სტრესორი აღმოვაჩინოთ იქნებ ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც მოშორებადია და რომლის მოშორებაც მე თქვენ თვითონ ნახავთ, რამდენად აუმჯობესებს თქვენ ზედმეტად აგზნებულ კუჭს. ამიტომ სტრესის მენეჯმენტის სწავლა სხვადასხვა სუნთქვის ვარჯიშებით იქნება ეს თუ რელაქსაციის ვარჯიშებით და ძალიან კარგი რჩევა იქნება სახში რა. აი ეს კონკრეტულად როგორ ხნათ, ეს ძალიან ინდივიდუალურია და იმდენი წყარო არსებობს, იმდენი სანდო და ერთმანეთზე უკეთესი წყარო ინტერნეტში სულ არ გჭირდებათ რაღაცა დიდი განათლება და სამედიცინო განათლება და რაღაცა იმას რა ქვია, ბევრი ფულის ხარჯვა, რომ ამებს დაუკვირდეთ და დაიწყოთ უკვე თქვენ თავზე მუშაობა ამ მიმართულებით. აი, ყველა ზემოთ ჩამართვლილი რჩევის შესრულებამდე აწარმოეთ გარკვეული დაკვირვება რა თქვენ თავზე. მაგალითად, აი კვების რეჟიმი ხო არა გაქვთ დარღვეული, ძალიან მაღალკალორიულ, ძალიან ცხიმიან საკვებს ხო არ ჭამთ, რა ხდება ალკოჰოლზე და სიგარეტზე, კოფეინზე და ცხარე პროდუქტებზე რა ხდება, სტრესში სის კუთხით რა სიტუაცია არის, კვების რეჟიმის რეგულირება როგორ გამოდის, გვიან ხო არ ჭამთ. ანუ აქ დაკვირვება ღირს. აი ამის მიღმა ზედმეტად დაკვირვება არ გინდათ. თუ ეს ყველაფერი ქენით და ჩივილები თუ ისევ არის, არავითარ შემთხვევაში აღარ გირჩევთ ძალიან რაღაცნაირად ობსესიის ჩამოყალიბებას და ყველა დეტალის დაკვირვას, რომ ეხა ეს ჭამეთ, ეს ჩივილი იყო, ეს ჭამეთ, ის ჩივილი იყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებს თქვენი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. ასე რომ ამის მიღმა დაკვირვებები აღარ გინდათ, თუ ესენი ქენით და ჩივილები ისევ შემაწუხებელი ხასიათის არის, ღირს რომ მივიდეთ ექიმთან და ჩავრთოთ ექიმი და უკვე დანარჩენს ის დაგვეხმარება თუ ერკვევა განსაკუთრებით ნეიროგასტროენტეროლოგიის საკითხებში. ეს იყო რჩევები, რომლებიც რაღაცა ცხოვრების შეცვლასთან არის ასოცირებული. ამის მიღმა
მაგალითად დისპეპსიური ჩივილების დროს პირველი რიგის მედიკამენტები, რომელიც არის კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი წამლები, ყველა ქვეყანაში საქართველოზე საუბარი არ მაქვს, ყველგან მთელ მსოფლიოში არის ურეცეპტო წამლები, ანუ თაროზე შემოდებული წამლები. ასე რომ შეგიძლიათ ეს წამლები რაციონალურობის ფარგლებში, ზედმეტი ექსპერიმენტების საკუთარ თავზე ჩატარების გარეშე იხმაროთ. აი, გეტყვით ახლა რაციონალურობა რას ნიშნავს. მჟავიანობის დამაქვეითებელი წამლების რამდენიმე ჯგუფი არსებობს. ანტაციდები მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასე საჭიროებისამებრ ეპიზოდურად. ჰისტამინ 2 რეცეპტორის ანტაგონისტები და პროტონი ტუმბოს ინჰიბიტორები შეგიძლიათ გამოიყენოთ ხანმოკლე კურსების სახით. ჰისტამინ 2 რეცეპტორის ანტაგონისტები ჯობია რომ გამოიყენოთ ღამის საათებში ხოლმე, ღამის ჩივილების გასაკონტროლებლად არის კარგი. პროტონი ტუმბოს ინჰიბიტორები დილით უსმოთ, რაღაცა დღის მანძილზე განვითარებული ჩივილების და ზოგადად ღამის ჩივილებსაც მოიცავს იდეაში თავის თავში ამის გასაკონტროლებლად. ოღონდ ესენი სახელებს სპეციალურად არ ვამბობ, არ ჯენერიკებისას და არც კომერციულ სახელებს, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში რეკლამა ჩაითვლება და ამიტომ ძალიან ზოგადი ჯგუფის სახელები გითხარით და დანარჩენს თქვენ თვითონ ნახავთ ჩემზე უკვე საქართველოს წამლის მოძიება პრობლემა სამწუხაროდ არ არის, იმიტომ რომ არავინ არაფერს არ აკონტროლებს. მაგრამ უყურეთ რაციონალურ გამოყენებაში რას ვთვლი. ეხლა ეპიზოდურად მსუბუქი ჩივილისთვის წითელი ალმები თუ არ ვლინდება, თუ ხედავთ რომ ექიმთან მისვლად არ ღირს ჩივილი და თუ ხედავთ რომ ამ წამლებსაც ასე მუჭა არ იყრით ხო რაც ხელში შეხვდება და ძალიან რაციონალურად რაღაცა ერთი კვირა, ორი კვირა მედიკამენტს ვამთ, მოსულა. ამისი არ შეგეშინდეთ რა. ოღონდ ამის მიღმა ეხა თუ ხედავთ რომ ძალიან შეგითრიათ ამ წამლებმა და უკვე გაგექცათ კონტროლი და ეხა ან ვერ ეხსნებით წამალს, ან მე რამდენი ეპიზოდია უკვე სულ წამალი გიწევთ, რაღაცა მე-10 ღებულობთ და უშუალოდ ამ წამლის რაღაცა თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ კურსი იტარებთ სულ, მაშინ საინტერესოა რაღაცა ქრონიკული პრობლემა გაქვთ, სავარაუდო უფრო მეტი ალბათობით ნეიროგასტროენტეროლოგიური, ნაკლები ალბათობით რაიმე ორგანული პრობლემა და ღირს რა ერთხელ ექიმთან მივიდეთ და ექიმთან გავარკვიოთ რა. ექიმიც სიტყვაზე ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემების შემთხვევაში იგივე ტიპის წამლები დაიწყებს თქვენს მართვას. რაიმე სასწაულს კი არ შემოგთავაზებთ, მით უმეტეს თავიდანვე. ასეთი წინასწარგანწყობით არ მიხვიდეთ ექიმთან. უბრალოდ თქვენ თვითონ ნახავთ, რამდენად დაგეხმარებათ ექიმის ვალიდაცია, ოღონდ უჭკვიანი ექიმია და ერკვევა ნეიროგასტროენტეროლოგიაში და ზოგადად გასტროენტეროლოგიაში, რამდენად შეამცირებს თქვენ ჩივილებს ექიმის ვალიდაცია, როცა მისგან გაიგებთ, რომ გამოგიკვლიათ, არაფერი საყურადღებო და საშიში არ ხდება, თქვენი ჩივილები გამოწვეული ამით, ან სწორად იქცევით, ან არასწორად იქცევით, მოდი შევაცვალოთ რამე, ეს ძალიან მოგეხმარებათ რა, გარეშე პროფესიონალის დახმარება, ანუ ექიმს მანდა ეს როლი უნდა ქონდეს იდეაში. განსაკუთრებით თუ ჩივილებს ფუნქციური გენეზი აქვს რა და ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული და თუ ორგანული პრობლემებით არის გამოწვეული, მანდ ექიმი ასევე ძალიან გვჭირდება, იმიტომ რომ ხა თქვენით ვერ განიკურნავთ, ხო? რაღაცა წყლულს თუ უფრო სხვა საშიშ დაავადებებს თუ ინფექციებს თუ ასე შემდეგ. და ბოლოს შეჯამების სახით მოდი რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა დაგვრჩეს ამ ვიდეო მიმოხილვიდან. პირველი ის ვთქვათ, რომ დისპეპსია არის ძალიან გავრცელებული პრობლემა. არ ახართ მარტო, როდესაც ეს რამე გაწუხებთ. მეორე ის ვთქვათ, რომ დისპეპსიის გამომწვევი მიზეზების აბსოლუტური უმეტესობა არის ნეიროგასტროენტეროლოგიური გენეზის, ფუნქციური დისპეპსია, რასაც ეწოდება, რომელიც სიცოცხლისთვის ასში ვერ გახდება ვერასდროს. მესამე მოდი ის ვთქვათ, რომ თუ ექიმი გეუბნებათ, რომ არაფერი არ გჭირთ, გეჩვენება და მოგცლიათ ერთი დაჯექით სახშიო, ეს ექიმი ესე იგი ვერ ერკვევა ნეიროგასტროენტეროლოგიაში და დაე ამაზე ნუ გაბრაზდებით და დაე ამის გამო თქვენი ჩივილები ბევრად უარესი მერე ნუ გახდება. უბრალოდ ეცადეთ, რომ ისეთი ექიმები იპოვოთ, ვინც კუჭ-ნაწლავის და ნერვული სისტემის ურთიერთქმედებებში ძალიან გარკვეულია და ძალიან ისეთი სიფრთხილით ეკიდება დიაგნოსტირების საკითხს, სიფრთხილით ეკიდება მკურნალობასაც და არ აქვს პაციენტებთან პატრონისტული ურთიერთობა, არ აძლევს პაციენტს ბრძანებებს, მათთან თანასწორად ურთიერთობს, ცდილობს, რომ არ გაურბის კითხვებს, რაღაცა დონეზე მათ გაღიზიანებადობასაც ისეთი დიპლომატიურად თავიდან ირიდებს. უფრო ამ ტიპის ფსიქოტიპი გამოგადგებათ. სამწუხაროდ გახსოვდეთ, რომ საქართველოში ეს სფერო განვითარებული არ არის გულისხმობ გასტროენტეროლოგიაზე და განსაკუთრებით მის ნეიროგასტროენტეროლოგიურ ნაწილზე და ხშირ შემთხვევაში აი ამიტომ თქვი იქ სიტუაციები რა ზემოთ რა ჩამოთვალე, რომ რაღაცა სიტუაციებში ექიმთან ჯობია არც მივიდეთ და სახში ვიმოქმედოთ რაციონალურად და სწორად, იმიტომ რომ ექიმთან მისვლით შეიძლება ბევრად უფრო უარესი დამართონ პაციენტს, ვიდრე ექიმთან მიუსვლელობით უზამდა თავის თავს თუ სწორად მოიქცეოდა. ასე რომ მით უმეტეს როცა ვსაუბრობთ ისეთ რამეზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიებთან არ არის ასოცირებული. გახსოვდეთ, რომ ბოლოსკენ თქვა შეჯამების სახით კიდევ რამდენიმე დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ეს მინდა რომ გახსოვდეთ.
გახსოვდეთ რა, რომ 1%-ზე ნაკლები შანსია, რომ თქვენი ჩივილების მიზეზი სიმსივნური დაავადება იყოს. ანუ ძალიან ცოტა შანსია საუბარი და ამიტომ წითელი ალმების რაც ჩამოვთვალეთ რა ზემოთ, რაც იყო წითელი ალმების გონებაში ტრიალი, რომ რაიმე ხო არ ვლინდება, იქ შავი განავალი ხო არ ამაყ, ებინების ეპიზოდი ხო არ ამაყ, ოჯახური ისტორია როგორი იყო, ანემია ხო არ ამაყ და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცები არ დაიგნოროთ ზედმეტად და როცა საჭიროა მიხვიდეთ ექიმთან. სულ ეს იყო ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მინდოდა თქვენამდე მომეტანა დისპეპსიის შესახებ. ასე რომ, კარგად გაიაზრეთ ყველა სიტყვა, რაც ვთქვი, შეასრულეთ ეხჩევები, რომელთაც წაგებული უეჭველი არ დარჩებით. ბოლომდე საკმარისი იქნება თუ კიდევ დარჩება რამე საჭირო, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ წაგებით არ წააგებთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების ექიმთან მისვლამდე შესრულებით. და დანარჩენი უკვე დააკვირდით რა, როგორც მოიტან სიტუაცია, ისე იმოქმედეთ. როცა საჭიროა, ჩართეთ სანდო ექიმი, რომელიც ერგობა ამ საქმეში, როცა არაა საჭირო და არა ძალიანაც კარგი დარჩებით ექიმების გარეშე ცხოვრება ბევრად უფრო კარგი და ლამაზია ვიდრე ექიმებთან ერთად. ჩამთელობას გისურვებთ.